ვიდეოში ჩვენ გვექნება თემუს unboxing-ი. სანამ უშუალოდ unboxing-ზე გადავართ, შეგახსენებთ, რომ ვიდეო უნდა დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და ზარეს ლайკი დააქტიუროთ მეტი ასეთი ვიდეოებისთვის. ჩვენ კი ვიწყებთ. დღევანდელი ჩვენი პირველი ნივთი არის ეს მონკი, რომელიც ესეც ყლარწია просто. ნუ ფასები არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ აი აქ ნახავთ ყველაფერს. ვისაც არ გამოგიწერიათ თემუდან არაფერი არასდროს, შეგიძლიათ აი ეს ჩემი კუპონ კოდი გამოიყენოთ, რომელიც აი ხელზე მადებს რაღაცას დამყვება. ამ კუპონ კოდის ჩაწერის შემთხვევაში მიიღებთ ძალიან კარგ ფასაკლებებს. გადავიდეთ ჩემს ნივთზე. შენაგი ნივთი არის აი ეს ძალიან საინტერესო ქუდი, რომელიც ერთი შეხედვით არის თითქოს ჩვეულებრივი ქუდი, მაგრამ მუღამ ისაა, რომ ეს ქუდი შეგიძლია გახადო მასკა თუ ცივა. ძალიან კაი არის, მაგრამ რაღაცნაირად თხელი ქუდი არის ეს, ასე რომ ნუ მაინც ცივა მიდებში არ გამოდგება, მაგრამ თავის მოვალეობას ასრულებს ეს ქუდი ხილ დაახლოებით გქონდა. 5 ლარი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი გამონაკლდა ფასი ისევ და ისევ. რავი, ძალიან კაი ქუდია, ვისაც გაგიწოდებათ დაითხრით. კაროჩე, შემდეგი არის Squid Game-ის ძალიან ცნობილი სათამაშო, რომელიც სავარაუდოდ იცით. ნუ მოკლედ ეს ჩემს არ გამომიწერია, ეს ჩემს გამოუწერე. ხო, მოკლედ ესაა გონგი, კორეული თამაში Squid Game-დან. დავაი ვითამაშოთ რა. ძალიან რბილია და კაი ხარისხია. როგორ უნდა, მოიცა? დავაი. გონი მოვიგებდი ზმა მე. ფასი, როგორც მახსოვს, ეს იყო თავის ფასისთვის, უბრალოდ Squid Game-ის სათამაშოა. შემდეგი არის ამჯერად, წეღარ ვენახეთ მონკი, მაგ მონკის ნამდვილი ვერსია. ანუ ეს ყოველ ტყლარწი რა, ეს ნამდვილი მეგონა და ეს განსხვავებას ეგაა ზუსტად. ეს არის, ეს ღირა 5 ლარი და ნამდვილი მეგონა და რეალურად ტყლარწია. ამაში გადავხედეთ დაახლოებით 5 ლარი. ამას შეგნით აქ ქვიშა და დაგდების შემთხვევაში მართლა იცის ფორმას. აი დააკვირდით, ჩვეულებრივი ხო არის ახლა. აი ეს მომწეს და ეს არის ძალიან გადაობა რაღაცა. და ვიდეოს ბოლოს ამ რაღაცით შემოგთავაზებთ კადრს. მოკლედ ნახეთ რომ დისკი შეგვიძლია რა. ეს კიდე დაახლოებით 20 ლარამდე. ეს არის 3 მეტრიანი სელფი შუხი. ნახეთ ჯერა დისკია. მაგარი ვიდი აქ. კაროჩე ხომ უნდა გავშალო ეს. ვიმეტეთ ძმა. აი აქ ნარა. ხანახა შარეთი ვასაკი. მაგრამ ძალიან კაი რაღაცა, არ ვიცი 3 მეტრიანი სელფი შუხი ვის რაში უნდა დაგჭირდეთ. მაგრამ 3 მეტრიანი ჩვეულებრივი სელფი შუხები ღირს აქ 30 ლარები და 3 მეტრიანი სელფი შუხისთვის ძალიან კაი ფასია. შემდეგი არის ეს რაღაც ფილმის გადაღებისას რო იყენებენ ხოლმე. და ეს ღირა დაახლოებით 10 ლარამდე გონი. 5 ლარამდე არ მახსოვს. ხადაობა რაღაცა ძალიან ცუდი აქვს პროცესი, ძალიან ცუდი ხარისხია. აი ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა ხალხური. ხადა უნდა ვიკაიფოთ. მოკლედ, ეს არის ძალიან ცნობილი რაღაცა, რას ნანახი გაქვთ. მოყვება თავის დამტეინი და რაღაცეები. ნუ ეს აწყობილი მაქვს უკვე რეალურად დაშლილი მოდის ეს თავი ცალკე არის და უნდა დააკრა, მაგრამ ღილებივით აქვს. და ნახეთ ხარა кайფი რაღაცა. ნუ ეს ისიც მოკლედ იდეაში ლეველები რო აქვს და მასაჟორი რო არის. კაროჩე, მე გაკეთებული ვარ. მოდი აქ. კაროჩე და ნელა მოუმატებთ ლეველებს რა, ტყლარწები აქ ცოტა ცივი იქნება ლორწოსავით, მაგრამ ეგეთი არა უშავს. კაროჩე, შორტოთი ხო? ზახარ? პირველი ლეველი. რას გქოს? ხელი რო წევს. ბიურის ცოტა. თითებს დავაკვირდით ხალხო მე რო. ხელი რო კამა. კაცი ჩემი კაცი. გმოაკ ბიჭო. აუ შენ არა გეთები ხა? კაცი. წარია ჩემი კაცი. კაცი. ესე ამოდრება. კაცი. სპაიდერმენი მეტი არაფერი. მოიტანა. მე ძალიან მომწონდა ხალხო, მაგარი кайფი რაღაცაა, ყველას გამოცადა ეს თითქმის და მართლა ძალიან მაგარი რაღაცაა და შენ როგორ შეაფასებდი ამას? სასიამოვნო, აი თავიდან პირველი რამდენიმე ლეველი მართლა მასაჟისთვის არ განკუთვნილ. 1-5-მდე მასაჟია ცოტა. ეგ ნუ ჩელენჯისთვისაა ხელზე დამაგრება თორე ეს რეალურად არის კისრის მასაჟორი. აუ ამის ფასი იყო დაახლოებით 10 ლარი. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდით იდეაში, ნუ ვიდეოს ასრულებას, ანუ რომ გამოგვეცადა ცნობილი flying spinner-ი. ამის ფასი იყო 20 ლარი იყო ესეც დაახლოებით. რეალურად მინდოდა მეორე რო არის, უფრო კაი იმინა სპინერის ფორმა რო. აი ეს ნგوارი. მაგრამ ხო, და კალათაში ეგ ქონდა იდეაში დამატებული, მაგრამ გამოწერის დროს ეგ აღარ იყო რა. რუსა ვაპირებდი გამოწერს, ასე რომ ეს გამოვწერე. იმედებს რომ ვყარებ ამაზე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გასართ. აუ ეს რა არის. კაი ყველა აი აქ პულტი აქვს. დამტენი აქვს. ის არაფერი დაი. პლასმასი არის, ნახე როგორი. ამშვენს. მოგიდე.
ზეა. ხალხო, ამ სურთ. აი, ახლა გილა კიდე ახლა უნდა შევხვდეთ. არ იტენება ხალხო. ანუ ვერ ვტენი. ანუ იტენება თავიდან ირთვება წითელი, რო იტენება 2 წამით და მე ირჩება ეგ წითელი. ანუ ვერ ვტენი ამას ფიზიკურად. ხო და არ იტენება წესურად არ მუშაობს რეალურად უეჭველი გამოვიწერ იმ მეორეს, რომელიც გითხარით, ანუ აი ესეთი ფორმა რო აქვს. მაგას გამოვიწერ უეჭველი. შენდეთ. Короче, ეს არავინ არ იყიდოთ დაიკიდეთ ვაფშე. მეორე UFO-ს ფორმა რო აქვს მართლა ის იყიდოთ თუ არა, მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ გამოვიწერ მაგას საოცრად. უი, კიდე ერთი დამოვიწყდა. ყველაზე თავარი. გამოწერილი მაქვს აი ეს მესის кейსი, რომელიც რეალურად ეხა ჩემ ტელეფონს უკეთია. აი ხარისხისა, საკმაოდ ნახატის ძალიან ლამაზია. ფეხბურთელები და кейსი თუ რაღაც. და всё, რა მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო იმედია. მოგეწონათ ეს თემის unboxing-ი, უეჭველი. დალაიქეთ ვიდეო არხი გამოიზიარეთ და ზარზღლაკი გააქტიურეთ. კუპონ კოდის გამოყენება არ დაგაუწევთ. და წავედით ეხა რა. მიზეზი თქვი რატო არ უნდა მეკიდო იმ დღეს შევეცი ვინმეს რომ გავეკიდო საათი მაქვს მაინც არა მაქვს ბევრი დრო შენ თვითონ მიხვდები რომ ჯოს მომერიდო მე თვითონ ვარ მინა არ მასალოსა დავაბიჯო ვიცი ვის დავაბიჯო